დღეს ქართველი სამხედროები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ ზუსტად 23 წლის წინ 30 აპრილს ეროვნულ გვარდიაში პირველი ჯარისკაცები გაიწვიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა კანონის დაცვით შეძლეს საკუთარი პატრიოტული ვალის მოხდა. 5 ქვეითი ბრიგადა, 2 საარტილერიო, სპეცდანიშნულების, სამედიცინო, საინჟინრო და ცალკეული ბატალიონები. ქართული არმია დაარსებიდან 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. მე მინდა განსაკუთრებულად მიულოცო დღევანდელი დღე მათ, ვინც დღესაც ამ წუთებშიც საგუშაგოზე დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო უსაფრთხოებას. მე მინდა ასევე გავიხსენო ჩვენი თანამებრძოლები, ის გმირები, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოსთვის. მე მინდა გულითად მიულოცო თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ვეტერანს. დღევანდელი დღე, ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მე მართლაც ამაყი ვარ დღეს, რომ ყავს ასეთი ძლიერი, ასეთი წელგამართული და ასეთი ამაყი მეომრები და ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ყოველ დღე და 20 საათის განმავლობაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე სახელმწიფომ წელს ნაკლებად პომპეზურობით აღნიშნა და მხოლოდ კულტურული ღონისძიებით შემოიფარგლა. საზეიმო ღონისძიებები სხვადასხვა ქვედანაყოფებშიც აღინიშნა. უმაღლესმა მთავარსარდალმა კი აფხაზეთში დაღუპული 36 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. სასიხარულოა, რომ დღევანდელ დღეს უმაღლესი მთავარსარდალის განკარგულებით დაჯილდოვდა 36 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაეცნენ აფხაზეთში ბოლო სოხუმის ბოლო დღეების პერიოდში. ეს სასიხარულოა, რომ აი ამ დღეს, ამ სადღესასწაულო დღეს გარკვეული ნაღველი დაქრავს, მაგრამ ვამაყობთ აი ამ ბიჭებით, აი ვინც თავი გასცეს თავის სამშობლოსთვის. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულება გამოსცა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი სწორედ 30 აპრილი გახდა. თითოეული მოქალაქისთვის არის ნამდვილად საამაყო ის, რომ ქვეყანას ყავს შეიარაღებული ძალები და შეიარაღებული ძალები მზად ქვეყნის დასაცავად. აბსოლუტურად აღსანიშნავი არის ცალკე საერთაშორისო მისიები, კოსოვოდან დაწყებული, ახლა უკვე აფრიკის რესპუბლიკით დამთავრებული და ჯერ ეს ყველაფერი დასრულებული არ არის. წინ ძალიან ბევრი გამარჯვება ელის ქართულ ჯარს. 23 წლის წინ 1991 წლის 30 აპრილს საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ კანონის დარღვევის გარეშე მოეხადათ პატრიოტ